ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ მასშტაბური სამედიცინო ევაკუაცია დაიწყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელობით კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში მყოფმა 51 პაციენტმა უკვე დატოვა ტერიტორია. თუმცა კიდევ 15,000 ადამიანი ელოდება ნებართვას, რომ მკურნალობა ღაზის საზღვრებს გარეთ ჩაიტაროს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს ქვეყნებს გამოიჩინონ სოლიდარობა და სამედიცინო ევაკუაციის დასაჩქარებლად გააფართოვონ ყველა შესაძლო მარშრუტი. მე ღაზაში ჟურნალისტიკის პროფესიას ვეუფლებოდი. შემდეგ 2 წლით ეგვიპტეში გავემგზავრე კინემატოგრაფიის შესასწავლად. ბოლო წლები სწორედ ამ სფეროში ვმუშაობდი. რამდენჯერმე დამჯრეს, ერთხელ მკერდში, ერთხელ მხარში, ორჯერ კი ხელში. ამ ორმა ტყვიამ ნერვი დამიზიანა. ახლა ვეღარ ვიჭერ კამერას, ვეღარ ვმოძრაობ წესიერად. ერთ წამში ყველაფერი შეჩერდა. ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება სწავლობდა, რომ ოცნებები აესრულებინა, გადაიქცა ამბის გმირად, მაგრამ არა ისე, როგორადაც მას წარმოედგინა. ევაკუაციის წყალობით სხვა ოჯახებიც ცდილობენ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას. დაზარალებულთა ისტორიების ფონზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. მარიამ დაკარგა მამა და 4-ვე და-ძმა. ჩვენ გადავრჩით. მან მძიმე ტრავმა მიიღო მარჯვენა ფეხზე და სჭირდება პლასტიკური ოპერაცია. მისი ცხოვრება თავდაყირად ადგა. აღარ შეუძლია სიარული, ფსიქოლოგიურადაც ძალიან მძიმედაა. ის უმცროსი იყო, ყოველთვის ძმებთან ერთად თამაშობდა. სიცილი და ბავშვური სიხარული მისი ყოველდღიურება იყო. ახლა კი ტკივილით იტანჯება. ეს არის პირველი სამედიცინო ევაკუაცია 10 ოქტომბერს გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ. მომდევნო 60 დღის განმავლობაში ჩვენ გავზრდით შესაძლებლობებს, რომ დავეხმაროთ და შევძლოთ სხვა დაშავებულების ევაკუაცია პალესტინის წითელ ნახევარმთვარესთან თანამშრომლობით. ღაზიდან ათასობით პაციენტი კვლავ ელოდება იმ დღეს, როცა მათაც მიეცემათ ჩანსი, გადარჩნენ და შეძლონ ნორმალურ პირობებში ცხოვრება.